დღეს ჩვენს ეთერში ვეხმაურებით მნიშვნელოვან თარიღს. გამოჩენილი ლოტბარის, ქართული საგალობელისა და ხალხური მუსიკის გულწრფელი მსახურის, გენიალური ადამიანის, საქართველოს სახალხო არტისტის, ბატონი ჯემალ ჭკუასელის 90 წლის იუბილეს. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და სხვადასხვა ორგანიზაციების თანადგომით იუბილისადმი მიძღვნილი არაერთი ღონისძიება იგეგმება. კონცერტები, გამოფენა და უნიკალური აუდიო არქივის პრეზენტაცია. უფრო ვრცლად ამ თემაზე ჩვენ სტუმრებთან ანსამბლის მთავარ ქორეოგრაფ ეკა ჭკუასელთან და ანსამბლის დირექტორ ივანე ჩხაიძეს ერთად ვესაუბრებით. მოგესალმებით ძალიან. მიხარია თქვენი დანახვა და მიხარია თქვენთან ჩვენც ასევე. ქალბატონო ეკა თქვენით დავიწყებ. ემოციურია მთლიანად ამ თარიღის აღნიშვნა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ქართული კულტურა უყვარს და დარწმუნებული ვარ ორმაგად თქვენთვის. რა იგეგმება, აი მოკლედ რო გითხრათ ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ნამდვილად ძალიან ემოციურია. იმიტომ რომ ბატონი ჯემალი არ იყო მხოლოდ ანსამბლის ხელმძღვანელი, ის იყო, არ ვიცი, ალბათ ძალიან დიდი ხელოვანი. პირველ რიგში მას ძალიან უყვარდა თავისი ქვეყანა. ძალიან დიდ პატივს სცემდა სიმღერას, ცეკვას და მისი ცხოვრება იყო და არ იყო მხოლოდ ერისიონი, ის იყო მისი ოჯახი. მმართველი იყო, დიდი მმართველი. და მისი ოჯახი იყო ნამდვილად, იმიტომ რომ მართლა ეს ჩვენთვის ხელოვანი ადამიანებისთვის არ არის უცხო, მაგრამ მართლა მისთვის აი აღამებდა და ათანებდა იქ და მისთვის არ არსებობდა რაღაცა, რასაც თქვათ შეიძლება ითქვა, რომ ამას ვერ გავაკეთებ. ქართული სიმღერისთვის და ხელოვნებისთვის ის იყო მართლა თავგადადებული ადამიანი. რაც შეეხება ჩვენს ღონისძიებებს 18-ში მის მშობლიურ ქვეყანაში, ქალაქში, კუთხეში, სადაც დაიბადა და გაიზარდა. ეს ცალკე განზომილება მგონი გურია. ისე გავხარდება გურულებს ესაბამი ეკრანები. არ წამომცდა მე მგონი. რომ იქიდან დავიწყებთ 18-ში, გვექნება სოლო კონცერტი და აღნიშნოთ, რომ ეს იქნება გარე სივრცეში და ნებისმიერ შეიძლება მსურველს რომ მოვიდეს და უყუროს და დადგმეს ერისიონის კონცერტით. და შემდეგ 20 მაისს ხელოვნების სასახლეში, რომელიც მე გადაინაცვლებს როგორც ვიცი და გვაქვს ინფორმაცია ზუგდიდის დადიანების სასახლეში და მოგეთ ძალიან ბევრი გვაქვს 18 მაისი დავა კონკრეტოთ. აი დაგვიზუსტეთ რომ საათზე დაიწყება სადიკონეს თანხმობებით ეზოშის შევალში მოედანზე ზუგდიდის თეატრალურ მოედანზე, თეატრალურ მოედანზე მოიხსენიებენ ზუგდიდში. გაიმართება ჩვენი სოლო კონცერტი ერისიონის, აი ეს ბოლო პროგრამაც ჰქონდათ პირიქში და საკმაოდ წარმატებული და გვინდა რომ ბატონი ჯემალის დაბადების დღე მიულოცოთ მას მის კუთხეში და გავიხსენოთ მისი ღვაწლი ქართული კულტურის წინაშე და იქ ბილეთები ეგეთი რამე არ არსებობს. თავისუფალი დასწრება და ამისთვის დიდი მადლობა ოზურგეთის მერიას, მთავრობას, კულტურის სამინისტროს, ამ ყველა ღონისძიებების დამფინანსებელი და პლუს კიდე სული ჩამდგმელი ესე ვთქვათ კულტურის სამინისტროა და ამისთვის რომელ საათზე დაიწყება კონცერტი დაიწყება საღამოს 8 საათზე. ესე გვაქვს დაგეგმილი. სრული პროგრამა საათი და 15 წუთი ვიქნებით სცენაზე. და მე თვითონ ზუგდიდის მერიასაც აქვს რაღაც თავის ღონისძიებები ჩაფიქრებული და ნუ რა ვიცი მოვლენ სტუმრები თვითონ იქნება. ბატონო ივანე აქ რამე ჩაფიქრებული თუ იცით რა? წინასარიცია. რაღაცები ვიცი, მაგრამ რაღაცები ალბათ არ ჩვენ არ ვიცით. ბატონო ივანე ძალიან კარგი რამე თქვით და სწორია. ძალიან უხეხული იქნებოდა ეს იუბილე ყოფილიყო თქო ბილეთით, იმიტომ რომ ეს კაცი იყო სახალხო არტისტი. აი ამ სიტყვის სრული დატვირთი. სახალხო არტისტი და ხალხს უნდა მიეცეს ამ ღონისძიებაში აი აქტიურად მონაწილეობის მიღება. თუმცა მაქვს ესეთი კითხვა, მთელი წელი ეძღვნება მის ხსოვნას, აი ყველაზე ემოციურად თქვენ როგორც ქალიშვილი, თქვენ როგორც მისი დიდი ოჯახის წევრი, აი რომელს გამოარჩევთ? არა, მაგას არ ვიტყვი. რითი აი ყველაზე ემოციური რომელია თქვენთვის? ნუ ემოციური იქნება 18 მაისი რა თქმა უნდა, ნამდვილად, მაგრამ 30 მაისი, სადაც გუნდის კონცერტი გაიმართება
თან მის საყვარელის მეგობრის და მისი გვერდით რომელიც ბატონ ჯანსუღ საკახიძის სახელობის დარბაზში იყო მისი თანამოაზრე და ყოველთვის ამბობს იქ ჩვენ გვექნება მე საშუალება მუზეუმში როცა ვაჩვენებთ იმ დოკუმენტურ მასალას ვიდეო არსებობს ეს ინტერვიუები როგორ ეფერებდა და როგორ აფასებს ბატონი ჯანსუღი ბატონ ჯემალის შემოქმედებას და ძალიან დიდი წინააღმდეგობები მოყვა მის დანიშვნას ამან სამში, თუმცა დიდი გამოცდილება ჰქონდა მას ქუთაისის სახელმწიფო ასამბლეაში. მითი იყო დაჟინებული თხოვნით, რომ ქუთაისში წასულიყო დემონსტრაცია. განსხვავება დიდია ორ სპექტაკლს შორის გურიასა და ხელოვნების მუზეუმში. ფორმატი რა აქ არის გამოეფინება. მისი პირადი არქივი, ფოტოარქივი და პლუს ახლა რაც თქვი, არის იქ რამოდენიმე ვიჯიქი ხა და მუშაობდი ამ ვიდეო მასალებზე, უამრავი საინტერესო ინტერვიუები ვნახე ადამიანებისა, ძალიან დიდი ხელოვანი ხალხის, მათ შორის არის შესანიშნავი ფოლკლორისტი ედიშერ კარაყანიძის, ბატონი ედიშერ კარაყანიძის ინტერვიუ ბატონ ჯემალის შესახებ, არის ბატონ ჩვენი კახი კავსაძის, დრო კავსაძეებს იმხელა როლი აქვს საერთოდ ჩვენი ანსამბლის არსებობაში, მთელი სამი თაობა იყო მათი გვარის ბატონ ჯემალის შესანიშნავი კადრები. ასევე არის ბატონი რეზო ჩხეიძის ინტერვიუ, პლუს არის კიდე სტუმრობა მე მგონი ჩვენთანაც არის გადაცემაში მისი სტუმრობა თუ სწორად მახსოვს თუ მე გავიხსენე თარიღი და ეს სტუმრობა თუ სწორად მახსოვს მე მასალას მოვაწვევ და ყველაზე მთავარი რომ აი თვითონ ბატონი ჯემალის ინტერვიუა და ის რას განიცდი და მაშინ მოგეხსენება თლათ ესე კარგ მდგომარეობაში არ იყო ქართული ხალხური სიმღერა და ხო ბატონი ანზორ ერქომაიშვილის ინტერვიუა და როგორ ეფერებიან ერთმანეთს. ეხლა უნდა თქვა ერთი რამე. ოღონ აქ არ არის ლაპარაკი პირად რაღაც პირად დამოკიდებულებაზე როგორც მეგობრების, აქ არის ლაპარაკი როგორც შემოქმედ ადამიანებზე და თუ რა არის როგორ შეფასებებს აძლევენ ბატონ ჯემალის ნაშრომს და ნაკეთებს და პლუს ყველაზე მთავარი რომ თვითონ ბატონ ჯემალის ინტერვიუა ძალიან საინტერესო როგორ გადავარჩინოთ ქართული ხალხური სიმღერა სული ამ სიტყვის მნიშვნელობი და დღეს რო უყურებ ამას რამხელა წინას აი როგორ გძნობდა ამას ყველაფერს ეს ადამიანები იქ რა თქმა უნდა ბატონი ანზორიც ამბობს იქ თავის მოსაზრებებს მაგრამ ბატონ ჯემალსაც საკამაოდ თამამი განცხადებები აქვს გაკეთებული და დღეს უფლის წყალობით ოჯახშიც ბატონ ჯემალს ეძახდით თქვენ შემოდინოვის ბატონმა ივანე ბოდიში ესო ერთ სიტყვას ვიტყვი ბატონმა ივანე ჩხაიძე მოახერხა ერთი მნიშვნელოვანი რამ რომ აი ეს უდიდესი ტრადიციების და კონსერვატიული კულტურის მატარებელი ანსამბლი ამასთანავე გახადა ძალიან თანამედროვე და ეს გამოისახება განსაკუთრებით მის ციფრულ ისტორიაში დისკები რომელთაც ვართ ძალიან გათამამებული გამოვიდა შესანიშნავი დისკი მე როგორც ვიცი საბოლოო ჯამში ამას ექნება ვებგვერდი და ასე არის მოგვიყევით თუ შეიძლება ამის შესახებ რა ვებგვერდზეც დისკზეც რა შევიდა და მე ნანას ინსპირაცია არის ნანახი გაქვს თქვენ და ამის პრეზენტაცია მოხდება 30 კონცერტზე ინსპირაცია არის ამერიკელების მიერ ნასაში გაშვებული ჩაკრულო და თვითონ ის ოქროს დისკი. შიგნით არის დაბრუნდილი მეხსიერების ბარათი, სადაც შევიდა 80 წლებში ბატონ ჯემალის ხელმძღვანელობის პერიოდში ჩანაწერები ნიჭიერესი ადამიანების საოცარი მომღერლების ვინც მაშინ ასამში მოვაწეობდა და ყველას გვარი ყველა მიცის დღეს მათი დასშორს წამიყვანს რომ ჩამოვთვალო თუმცა ვეფერები მათ სულებს ვინც აღარ არის ამ ქვეყანაზე და ვინც ცოცხალია ღმერთმა კარგად მიიღოს და არის სადაც 52-50 სიმღერა და პლუს დღეს შესანიშნავი თაობა და დიდი საქმის გამგრძელებელები ჩვენი მომღერლები მოცეკვავები რომლებიც საოცრად კიდევ ერთხელ
მადლობას მოვხდი მათ, იმიტომ რომ მათ გარეშე რა თქმა უნდა. ჯერის გარეშე და ეს ხალხია, რომელსაც ჯერა ჩვენ და გვერდზე გვიდგაზნა ამისთვის კიდევ უფრო დიდი მადლობა. და პლუს 100 რაღაცა სიმღერა რა თავისი ბუკლეტით, რომელშიც ეს ინფორმაცია ანოტაციები და დაბრუნდილი არის რა ქვია QR კოდი მოცემული ახალი ვებგვერდი გაკეთა ერისიონის სინგერს რომელიც მიბნულია ერისიონის თავარ გვერდზე და დღეს სოფლიოსთვის რაც შეიძლება რომ გახდეს ცნობილი ქართული სიმღერის შესახებ. ეხლა აი რატომღაც გამახსენდა ეკა აი შეფასებაო ახსენა და მართლა საოცარი შემფასებელი ადამიანი იყო. მე მახსოვს მისი კომენტარი ჩემს ერთ-ერთ გამოსვლაზე შეფასება რომ მე მივხვდი რომ აი ესეთ როგორ გითხრა აი ზუსტი ესეთი გულუხვი და ძვირფასი შეფასება მე იშვიათად მე მიღია და არ ვიცი ახლა საოცარი მამა ყავდა და რა ვიცი ვიცით მაგას მე არ გამავიძდება ეს შეფასება და არ ვიცი როგორც მამა იყო ალბათ ძალიან აი ესეთი სხვათა შორის აი ჩვენს მიმართებაში შვილებთან და დიდად არ იკლავდა თავს შეფასებები და ბოლო პერიოდში მე შენიშვნებით კი ანუ საკებარი სიკვებზე კაცრი სხვებს უფრო ეფერებოდა ხოლმე ვიდრე იყო მომთხოვნი ანსამბლის წევრებთან მე რაღაც მისი პიროვნული თვისებებიც გავიხსენოთ იყო და იმიტომ რომ ამ ასეთი წარმატების მიღწევა ადვილად არ ძალიან და სხვათა შორის ხშირად ამბობდა ხოლმე რომ ეს ჩემი სიმკაცრი არის ჩემს მოგონილიო იმიტომ რომ ბუნებით იმდანაც ესეთი იყო ძალიან ხო მაგრამ სხვანაირად ეხა ამ ხელა ანსამბლის მართვა შეუძლებელი იყო და ნუ ეხა სიმკაცრე რაში ანუ ჩვენ რატომღაც ესე წარმოგვიდგენია რომ მაინც სიმკაცრეს ვარქმევთ იმას რომ დროულად უნდა მიხვიდეს სამსახურში რომ უნდა გააცდინო რომ უნდა თქვა რაღაცა ფორმაში უნდა იყო წელში გაიმართო და პატარა დიეტაზე უნდა იყო დღეს როგორ გრძელდება ანსამბლში? ანუ ის ტრადიცია რა ხართ ეგეთი მომთხოვნები? თუ აგრძელებთ ისე ვისე. ვცდილობთ დისციპლინის გარშეა დისციპლინის გარშე ნამდვილად იმდენი იმხელა სკოლა გავიარეთ ჩვენ მართლაც და იმხელა ეს რომ ამის რა ვიცი ხა ალბათ ვერ გადავუხვებთ და ამის უფლებაც არ გვაქვს. კიდევ ერთხელ მოგცემს ამის საშუალებას. ხო, იმიტომ რომ ახლა ბატონ ჯომალს რო არ ყოლოდა ის ადამიანები გვერდით და შესანიშნავად იცოდა აი ფასი ნიჭიერებისა რა და მე კიდევ ერთხელ მინდა თქვა ბატონ რეზოსთან ერთად ბატონ რეზო ჯოხანებიძე იყო ის შესანიშნავი ადამიანები ვინც მას გვერდით ედგა და ამ დიდ საქმეს აკეთებდნენ და ბატონ იური გოგოლავიც იყო ბოლოს მანამდე შოთა ბრეკაძე საოცარი ხელოვანი ადამიანები რომლებიც აი შეერთდათ გუნდად ლამაზად თვითონ ამ საოცარ პატარა იმას ვიტყვი აუცილებლად ძალიან აი ალბათ ამაში ჩაატია მან თავისი მთელი და ვიცი ცხოვრება რომ ესეთი ფრაზას ამბობს გალაღებული ცხოვრება არაზოს მქონია მაგრამ მე ვარ კაცი რომელსაც ყოველი დღის გათენება მიხარია რადგან მშვენიერებით არა დიდებული სანახაობით ტკბები. ეს ძალიან საოცარი ერთი რამ ნამდვილად შემიძლია ვთქვა რომ კალენდარში შევედი და 18 მაისი არის კვირადღე. მოკლედ კვირას მზიანამის ვარაუდობენ სინეპოლიკოსები და გადასარევი ამბავია და ოზურგეთის ცენტრში თეატრალურ მოედანზეო მოკლედ გურულებო და არა მარტო გურულებო ერისიონის გულშემატკივრებო გადასარევი კონცერტი გელოდება წინ, რომელიც საღამოს 8 საათზე დაიწყება და რა თქმა უნდა ბილეთი არ გჭირდებათ, ამისთვის არაფერი არ გჭირდებათ და ხო, მარტო სურვილი და აი აბა ვინ იქნება ქვეყანაზე ისეთი, ვისაც ჯემარ ჭკუასელის 90 წლის მიწურულს ღონისძიებას არ დაესწრო, აგერ მოედანი, აგერ ბურთი, ყველაფერი გურულების არის მომდენო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ოზურგეთის შემდეგ თბილისი, საქართველოს დედაქალაქი, შემდეგ ზუგდიდი დადიანების სასახლეები
საქართველოს ორი წამყვანი სასახლე უმასპინძლებს ამ შესანიშნავ დღეებს და მე ვფიქრობ, რომ ჯემალ ჭკუასელი გაცილებით მეც იმსახურებს და ამას ჩვენ გავაკეთებთ. შესანიშნავი ეკა ჭკუასელი, ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფი და ანსამბლის დირექტორი ივანე ჩხაიძე იყვნენ ჩვენი სტუმრები. ძალიან დიდი მადლობა როპერებისთვის და წამყვანი მუზეუმები, მაგით ჩვენ ვიტყოდით, თქვენ რომ არ დახარჯულიყავით. კი ბატონო. ასე რომ გელუძებით კი ბატონო. 21-ში კიდე ყაზახეთში მივგზავრებთ საქართველოს მოკლედ მთელი ქვეყნის მასშტაბით და არა მარტო მთელი ქვეყნის მასშტაბით ზეიმობთ ამ შესანიშნავ იუბილეს.